მაღალფასებთან ბრძოლის მოჩვენებითი პროცესი გრძელდება. ოცნების პარლამენტარებმა დღესაც რამდენიმე საათის განმავლობაში უსმინეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. ეგრეთ წოდებულ კომისიას დრო ცოტა დარჩა, დაახლოებით ერთ თვეში უნდა თქვას, რა იწვევს მაღალფასებს ქვეყანაში და როგორ აპირებს ამის შეცვლას. დისტრიბუტორები მიზეზად კვლავ ქეშბექებს ასახელებენ, ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამ სისტემას ფასების შესამცირებლად იყენებენ და მათი ფასნამატი მინიმალურია. დღეს ხტომაზე გაკეთებული კომენტარები დანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ ფასების შემცირება უსრულებელი მისია. სხდომის მონაწილეები ფასების კორექტირებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა გაუგებარია რას გულისხმობს ეს. სხდომას არც ამჯერად ჩაულია სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე. თამარ დემეტრაშვილი მოგვიყვება, რა ხდებოდა ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის სხდომაზე. Carrefour Daily, Orina Bigi და ნიკორა საპარლამენტო კომისიის მორიგ შეხვედრაზე დღეს მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოусმინეს, თუკი წინა სხდომაზე ფასების მატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დისტრიბუტორები ეგრეთ წოდებულ ქეშბეკებს ასახელებდნენ, ამჯერად თავის მართლება ქსელურ მარკეტებს მოუწიათ ამ ქეშბეკების მოთხოვნის გამო. ქსელური მარკეტები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ქეშბეკის თანხის უდიდეს ნაწილს სწორედ დახლებზე პირველადი მოხმარების საქორნილის ფასების შემცირებისთვის იყენებენ. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ მაღაზიების რაოდენობის ზრდა მოქმედებს ფასების ზრდაზე, ზოგადად კი აცხადებენ, რომ რიტეილ სექტორის წმინდა მოგების მარჟა 1%-ს არ აჭარბებს. პირველადი მოხმარების საქონელს კი მინიმალური ფასნამატი ტყიდიან, მაგალითად ორინა ბიჯის ქსელის წარმომადგენელმა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისიც თქვა, რომ მათ ქსელში ზოგიერთი პროდუქტი ევროპულზე იაფი ღირს და ზოგ შემთხვევაში ზარალზე რეალიზაციაც კი უწევთ. უკმაყოფილება არ დამალეს საბანკო საკომისიოებთან დაკავშირებითაც. გამოყოფილი გვაქვს 40 სრული პორტფელიდან ულტრასენსიტიური და სენსიტიური კალათა. ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე უშუალოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია ჩვენი მოხმარებისთვის, რომელზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებაში, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მოხმარებისთვის. როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით, დისტრიბუტორების მომგებიანობის მარჟა სადღაც 12-13%-ის ფარგლებში იყო. დღეს ეს დაიწია სადღაც 8%-მდე არის, თუმცა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია ვიდრე რიტეილერის მომგებიანობის მარჟა. მარჟა არის დაახლოებით 23%-ის ფარგლებში. ისი მარჟა? საერთო მოგების მარჟა და წმინდა მოგების მარჟა არის 1%-ის ფარგლებში. წელს კარაკ პრეზიდენტში 2 თვის განმავლობაში ფული დავკარგეთ. ჩვენ იმას თუ 5% ქონდა, ჩვენ ქონდა მინუსი. აი ესაა რეალობა და ეს შეიძლება გადავოწმდეს ჩვენი დეტალური ინფორმაცია. ჩვენი ფასები ფართე მოხმარების არაბრენდულ ძირითად პროდუქტებზე არის უფრო იაფი ვიდრე არ ევროპაში. იყო ინიციატივა, რომ ბანკის საბარათო გადახდებზე რიტეილში შემცირებული იყო პროცენტი გადასახადი 0.5%-მდე, ხო? რატომღაც ვერ ეს გაუქმდა. მე კითხო მაქვს რატო? ეხლა ეს გადასახადი რომ გესმოდეთ, რომელიც არის 1-დან 2%-მდე, ხო? ჩვენი დარგის იმ მოგების მესამედია. თქვენ ახლა ჩვენ გვითვლით მოგებას, ახლა დაუთვალეთ იმ ბანკებს მოგების მარჟა. უკრაინული ზეთი პირდაპირ გაიგზავნება ჩვენს პარტნიორ Spar Austrias ლოჯისტიკურ ცენტრში და საზღვრიდან მაღაზიის კარებამდე ის მხოლოდ მაქსიმუმ 7%-ით გაძვირდება და ჩვენ შემთხვევაში Spar Georgias შემთხვევაში ის გაძვირდება 25%-ით, იმიტომ რომ ევროპა მუშაობს შუამავლების გარეშე, საქართველოს მუშაობს შუამავლებით და ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. ბაზარი არ არის დაორგანიზებული. გერმანიაში და ავსტრიაში 98%-ია ორგანიზებული წილი, ჩვენთან ჯერ არ არის, გარდამავალ ეტაპზე ვართ. კომისიის სხდომას დღეს კანონმდებლობის ურთიერთდაპირისპირების გარეშე არ ჩაულია. ნინო წილოსანი დაჯი კოვზერიძეს დაუპირისპირდა ოცნების დეპუტატს. მისი კითხვა არ მოეწონა, რომელიც ოპონენტმა იოლის ჯგუფის წარმომადგენელს დაუსვა მთავრობასთან მათი ურთიერთობის შესახებ. ყოველთვის ტრაბახობით, რომ ძალიან კარგად გქონდათ მთავრობასთან დალაგებული სიტუაცია და
მაინტერესებს ახლა რა ხდება დღეს ვეღარ გაქვთ სავარაუდოდ კარგად საქმე, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციასთან თქვენ ძალიან კარგად იყავით. რაც შეეხება მთავრობასთან დალაგებას წინა ადმინისტრაციასთან, არ ვიცი რა წყაროზე დაყნობით გაქვთ ქალბატონ დაჯი, ან თქვენი გარემოწ ან სადნახეთ ჩემი ტრაბახი. ან სად მოგეცათ ამის საშუალება, იმიტომ რომ არ ტრაბახობ ზოგადად და ამაზე საერთოდ არ ტრაბახობ, იმიტომ რომ არ არის ასე. არ წინა ადმინისტრაციასთან და არც ამასთან. ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის უგუნური კითხვის მეორე მხარე მთავრობაც იყო. მე უბრალოდ შევახსენებ, რომ ეს ქართულ ჯიგრულ პონჩი მისი ლიდერის ხელწერა არის და ამიტომ შეუძლია თავისკენ მოიკითხოს. ქალბატონო ნინო, გუშინ იყო თქვენი კითხვა ძალიან უგნურის საპირისპირო ვეღარ ვიხსენებ რა სიტყვა არის, როდესაც თქვენ ქსელის წარმომადგენლებს შესთავაზეთ ღარიბების დახლის გახსნა, სადაც გაიყიდებოდა ერთი დღის ვადა დამდგარი პროდუქტი, რომ ვადა უნდა გასულოდა და აი თქვენ მაინტერესებს რომელიმე თქვენს შვილებს და თქვენს ოჯახს აჭმევთ ამ პროდუქტებს? პარლამენტის საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ ერთ თვეში დაასრულებს მუშაობას, თუმცა არც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრებიდან და სავარაუდოდ არც საპარლამენტო კომისიის მუშაობიდან მოქალაქეები ვერ გაიგებენ, რატომ მათ ძვირი პროდუქტები ქვეყანაში, რადგან ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესასწავლად ახლა საერთაშორისო კომპანია უნდა დაიქირავონ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მსოფლიო კატაკლიზმების ფონზე საწვავის ფასი იზრდება და მალე შესაძლოა ქართულ ფასების დაზე დამატებით უკვე გარე ფაქტორებმაც იმოქმედოს, ეს კი ოცნების მთავრობის სამთვიან მუშაობას საერთოდ წყალში ჩაყრის, ხოლო მათ ვისაც კობახიძის მიერ ფასების შემცირების მოლოდინი მაინც ჰქონდა, იმედგაცრუებულს დატოვებს.